მოგესალმებით მეგობრებო. Აი სადღაც 7-8 თვის წინ მე გადავიღე ვიდეო როლიკი, სადაც ვაშუქებდი ზოგიერთ პრობლემას, რომლის წინაშე დგას ქსელური მარკეტინგის ინდუსტრია. მე უბრალოდ სურდა კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ, რადგან გარდა იმის, რომ ეს მოდელი სრულიად ჩამოშლილია შემოსავლების მწვერვალზე იმყოფება ადამიანების მხოლოდ 1%, რომლებიც ახერხებენ გამოიმუშაონ სერიოზული თანხები. 95%-ზე მეტი ადამიანებისა მთელი ძალებით ცდილობენ რაღაც მაინც გამოიმუშაონ, მაგრამ ამაოდ. სიტუაცია ეკონომიკაში იცვლება ყოველდღიურად და ბოლო წლის განმავლობაში ეს ნამდვილად საინტერესო მოვლენად იქცა. თუ გადავხედავთ ბოლო სტატისტიკას, მთელ მსოფლიოში მომხმარებელი გაუდის სიძვირეს, რომელიც გადაყიდვის საფუძველია. დაიხრება იქითკენ, სადაც მისაწვდომი ფასებია და ამავე დროს ხარისხიანი პროდუქცია. შეხედეთ ზოგიერთ ბუმბერას კომპანიებს ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში. შეხედეთ Oriflame-ს, Neskins, Asanas, ესენი არიან უშველებელი კომპანიები, რომლებსაც დიდი ხანია მსოფლიო ბაზარზე აქვთ გატანილი თავიანთი პროდუქცია. თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ ამ კომპანიების ანგარიში სტატისტიკა, მოგება და დანაკლისზე. გარწმუნებთ გაოცებული დარჩებით. კომპანია Sana, რომელიც ერთ-ერთი ბუმბერაზი კომპანიაა ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში და მოღვაწეობს ამ მიმართულებით 40 წელია უკვე, მისი გაყიდვების მოცულობა შემცირდა 20%-ის ზევით, ხოლო წინა წლიდან ერთ წელიწადში მატება მხოლოდ 20%-ია. შემდეგ შეხედეთ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Costco, Amazon, Walmart-ი, სადაც ადამიანები ახორციელებენ ყიდვებს მათთვის მომგებიანი ფასით. ამიტომ ამ კომპანიების გაყიდვები საფუძვლიანად იზრდება. მეგობრებო და კოლეგებო, რაც ხდება ეკონომიკაში, გასაკვირი არაა. თუ თქვენ ცდილობთ 8 მაგად გაზარდოთ საქონლის ფასი და 1012-ჯერ 8 მაგად, შესაძლებელია რამოდენიმე ადამიანმა იყიდოს, მაგრამ როდესაც უყურებთ თქვენს ჩეკებს და გიკვირთ, რატომ მცირდება თქვენი შემოსავალი და გაყიდვების რაოდენობა, ასევე გიკვირთ, რატომ გაგირბიან თანამშრომლები? არ უნდა გიკვირდეთ. რატომ ცდილობ მაგ მიმართულებით სვლას, ახორციელებ რაღაც ცდელობებს, უმნიშვნელო გადაკეთებას იმის იმედით, რომ რაღაცა ჯადოსნური ჯოხი დაჰკრავს და ერთ დღეს შენი ინდუსტრია აფრინდება ჰაერში და მწვერვალებს აღწევს? კიდევ მეტიც, იბრძვი ეკონომიკის წინააღმდეგ, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ შეესაბამება უკვე შენ სტანდარტებს და იმას, რასაც შენ აკეთებ წლების მანძილზე. ნუ თუ ეს სწორია. იბრძვი და ცდილობ დაიცვა დაშლილი ბიზნეს მოდელი და ებღაუჭები მთელი ძალით, რათა შეინარჩუნო ძალები. დრო კი იცვლება და ბიზნეს მოდელიც მასთან ერთად. ამას იმიტომ ვამბობ, მეგობრებო, რომ ამას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ახლა ძირეულად ცვლის მთელ ინდუსტრიას. ჩვენ არამოსმენით ვიცით, რა ხდება ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში და ასევე რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში. მე ვიცი, ბევრი თქვენთაგანი მუშაობს სხვა კომპანიებში და მოგწონთ მაგ კომპანიების პროდუქტი. ამიტომ იყიდეთ ეგ პროდუქტი, არავინ არ გიშლით ხელს. თავისთავად, ლივგუც პლანეტის ყველა პროდუქტი არ აქვს წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ჩვენ შევცვალეთ მსოფლიო ინდუსტრია, ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ ახალი თვალით დავინახეთ ყველაფერი. ანუ ჩვენ მაქსიმალურად მისაწვდომ ფასებში გვაქვს ყველაფერი, რაც უკვე წარვადგინეთ და რასაც კიდევ წარვადგეთ მსოფლიო ბაზარზე. გარდა ამის, ჩვენ შევცვალეთ ყველაფერი, იმიტომ რომ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა არ გამოიმუშაოს სერიოზული თანხები, არამედ ნებისმიერმა ადამიანმა. არა მარტო მაღლა მდგომებმა შეძლონ პროდუქციის ყიდვა, არამედ ნებისმიერ პარტნიორისთვის და კლიენტისთვის იყოს მისაწვდომი. თქვენ იმედოვნებთ, რომ ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში რამე შეიცვლება? სტარი მოლოდინია. მაგ მოდელმა ამოწურა თავისი დრო. ეს ასეა და ეს ფაქტია. ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს. კომპანია ლივგუჩი ჩვენ წარვადგენთ პროდუქტს ყველაზე მაღალი ხარისხის სტანდარტებით მთელს პლანეტაზე არსებულ შორის. მე არ გულისხმობ მხოლოდ ქსელურ მარკეტინგის ინდუსტრიას, არამედ მთელ მსოფლიოს, კაცობრიობისთვის ყველაზე მომგებიან ფასებში. თქვენ იხდით წევრობის თანხას სულ რაღაც $9.95 და ყიდულობთ ყველაზე მაღალი ფასდაკლებით პროდუქტს, რომელიც გჭირდებათ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ ვალდებულნი ხართ იყიდოთ, რათა მიიღოთ კვალიფიკაცია და ჩეკი, რადგან თქვენი მაღლა მდგომი ხაზი ელოდება თავის ჩეკს შენი დახმარებით, კომპენსაციური გეგმის მიხედვით. ამას იმიტომ ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, რომ ვიცი, რასაც ვამბობ, მე გამოვიარე იგივე გზა.
და წარმატებულათაც, მაგრამ მე ვნახე რა ხდებოდა დაბლა ხაზებში და ეს არ მომწონდა. არც მე და არც ჩემს მეგობრებს. ამიტომ გავერთიანდით და შევქმნით რაღაც უნიკალური, რადგან არ გვინდა თქვენ რაღაც გამოტოვოთ ცხოვრებაში. მე ვხედავ, რომ თითოეული თქვენგანი როგორ წვალობს და იბრძვის ქსელური მარკეტინგის სისტემაში წამოჭრილ სირთულეებთან. ეჭიდება ამ დაშლილ და მორღვეულ ბიზნეს მოდელს. იმ იმედით, რომ ოდესღაც რაღაც შეიცვლება. წუხვარ, ეს აღარ მოხდება. ამიტომ ნუ გაუშვებ შენ შანსს იცხოვრო კარგად. სულ რაღაც $9.95 დაიკავე შენი პოზიცია, დაიკავე რამე სტატუსი, გამოიყენე ჩვენი პროდუქტი და თუ გსურს, ნუ დატოვებ იმას, რითაც აქამდე იყავი დაკავებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს სენსაციურ მოდელში და არ ვავალდებულებთ არავის იყოს ჩვენი ერთგული. უბრალოდ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები. ამიტომ შეგიძლია იყო იქ, სადაც ხარ და ამავდროულად არ გაუშვა ის შანსი, რაც მოგცა ღმერთმა. ჩვენ არ გვაღელვებს ეგ საკითხი. არ ვარღვევთ ხელშეკრულებებს იმ ადამიანებთან, ვინც პარალელურად სხვა კომპანიებშია და არც ხელფას ვართმევთ ამის გამო. აქ სხვა სისტემაა. ალბათ უკვე მიხვდი, რომ ეს ის არაა, რაც აქამდე იცოდი. ჩვენ სოფლიოს აწყო და მომავალი ვართ და შენ იქნები ერთ-ერთი ჩვენთაგანი. ეს შენი შანსია და ნუ გაუშვებ ამას ხელიდან. თუ რამე საკითხები წამოიჭრა ან პრობლემა, პირადად მე დამირეკე კომპანიის დამაარსებელს ან ნებისმიერ ადამიანს ლივგუთში, მაღლამდგომს და აბლამდგომს სპონსორებს, ნებისმიერი აგიხსნის და დაგეხმარება. აქ არაა მაღალი და დაბალი. ყველას გვაქვს შანსი ვიცხოვროთ კარგად. იმიტომ გვქვია კომპანიას ეს სახელი ლივგუთ. ჩვენ გვსურს არა მხოლოდ 1%-მა, არამედ ყველა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულად. ესაა ჩვენი მიზანი. არ გაუშვა ეს მომენტი. მაგალითად, ამერიკაში სულ რამოდენიმე ადამიანმა 40 წლის ზევით იცის ამის შესახებ. რამოდენიმე ხანში ეს მილიონებს აღწევს. შენ კი გაქვს შანსი, შესაძლებლობა შენთან მოიწვიო ისინი. გაუზიარო ეს მთელ სოფლიოს. უბრალოდ შეამზადო შენი თავი კარგი ცხოვრებისთვის. განავითარო ის ბიზნეს მოდელი, საიდანაც ხალხი არ გარბის, რადგან ისინი ღებულობენ იმ ღირებულებას, რაც სრულყოფილ ბედნიერებას ანიჭებს მათ ყოველდღიურად. გილოცავ, შენ თუ უკვე აქ ხარ ჩვენს რიგებში, მაგრამ გაცემა მეტი ნეტარებაო, ხომ? ვიცით ეს ყველა. ამიტომ ნუ შეინახავ ამას მხოლოდ შენთვის. გაუზიარე, ვისაც იცნობ, დაეხმარე ადამიანებს, რომ იცხოვროთ ყველგან ბედნიერად და კარგად. გარდა ფულის და ჯანმრთელობის, რაც ჩვენთან უხვადაა, ბედნიერი დამატებით იმით იქნები, რომ შენი წყალობით ბევრი ადამიანი გამოვა ურთულეს მდგომარეობიდან. მე ეს ძალიან მაბედნიერებს. იმედია შენ შემთხვევაშიც ასე იქნება. კარგით, აქ გავჩერდები, მაგრამ მე კიდევ ვისაუბრებ თქვენთან, როდესაც შევხვდებით ყველაზე მაღალ მწვერვალზე. სასიამოვნო დღეს გისურვებ. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო პარტნიორებო. მოკლედ, არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჩანაწერი მოვისმინეთ ბატონი ბენგლისკისგან, რომელიც არის ამ საოცარი გრანდიოზული კომპანიის დამაარსებელი. გაგეცნობით, ვინც არ მიცნობთ, მე გახლავართ ციცი ბეჟუაშვილი, პროფესიით პედაგოგი, კომპანია ლივგუდის აფილირებული პარტნიორი, ერთ-ერთი ლიდერი ოქროს სტატუსში. კომპანია, რომელმაც მართლაც შეძრა სრულიად სამყარო. კომპანიამ, რომელმაც უამრავ მილიონობით ადამიანს მოუტანა ბედნიერება. უამრავ უამრავის ოჯახში, სადაც კი შეაბიჯა, სადაც კი შევიდა კომპანია ლივგუდი, არ არსებობს ის ოჯახი, რომ არ იყოს ბედნიერი. ასე რომ, ძვირფასო სტუმრებო, თქვენც გისურვებთ, რომ ეს ბედნიერება, რომელსაც რომელიც კომპანია ლივგუდს მოაქვს, ყველას შეგეძლოთ, ყველამ გაითავისოთ, რადგან აქ არის საოცარი ბიზნესი.
ბიზნესი, რომელსაც თქვენ ვერსად ვერ მოისმენთ, მსგავს ბიზნესს. კომპანიას, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი. და რატო ვამბობ ამას? ახლა მე თქვენ რასაც მოგიყვებით ამ კომპანიის შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არსად არ მოგისმენიათ. კომპანია მდებარეობს ფლორიდის შტატში. გაგაცნობთ მოკლე ინფორმაციას კომპანიის შესახებ. 232 ქვეყანაში ოპერირებს და მას მიენიჭა 3A+. და რას ნიშნავს ახლა 3A+? ჩვენ პარტნიორები ამას დიდი სიამაყით ვამბობთ, იმიტომ რომ ნამდვილად საამაყო არის, ზოგადად სიტყვა სიამაყი არ მიყვარს, მაგრამ აი ამ კომპანიას სხვას ვერაფერს ვერ უწოდებ. ნამდვილად ვამაყობთ, რადგან ეს არის ყველაზე გამჭვირვალე კომპანია. ეს არის თითოეულ ადამიანზე მორგებული კომპანია. სწორედ ამიტომ თითოეული ქართველი მინდა იყოს ამ კომპანიაში. ასევე ძალიან ბევრი ემიგრანტები არიან, ხო, საქართველოდან წასული, რაც ძალიან დიდი გულის ტკივილია. მე არასდროს არ ყოფილვარ ემიგრაციაში, მაგრამ მათ თანავუგრძნობ იმ კუთხით, რომ ძალიან ძნელია სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, ხო? ეს საშინელებაა. მერე მოწყვეტილი ხარ საკუთარ ოჯახს. ეს კიდე მეორე საშინელება. და უამრავი პრობლემები, ხო? ზოგი წავა რაღაც 1 წლით, 2 წლით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ 10 წელიც გავიდა, 15-ით და ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ჩვენ გვყავს ძვირფასო სტუმრებო, ბევრი ემიგრანტი დარეგისტრირებული. საქართველოს ჩატში უკვე 6000-ზე მეტი რეგისტრირებულია საქართველოში და ისე 3 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ყავს კომპანიას. ასევე 7000-ზე მეტი მილიონერი ყავს კომპანიას. ამიტომ არის ეს კომპანია სასწაული კომპანია და ამიტომ მემეტება ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, რა თქმა უნდა ყველასთვის, მაგრამ მე ახლა უშუალოდ საქართველოში ვარ და ვეხები საქართველოს. დღეს იმდენად კრიზისული მდგომარეობაა მით უმეტეს საქართველოში ფინანსური კუთხით, რომ ყველა სჭირდება ეს კომპანია ძვირფასებო. თავისი საოცარი, უნიკალური, შეუდარებელი ბიზნესით. და რა არის ახლა ეს შეუდარებელი ბიზნესი? უბრალოდ გადაუხვია ამის თქმა მინდოდა, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი არის იმ იმედით, რომ ისინი ძალიან მალე დაბრუნდებიან კომპანია ლივგუდის წყალობით და რა თქმა უნდა ღმერთის დახმარებით. ჩემო ძვირფასებო, რატომ არის ახლა ეს განსხვავებული? უამრავ კომპანიაში ვარ მე ნამუშევარი, ძალიან ბევრში. მიუხედავად რომ გითხარით ვარ პედაგოგი, ძალიან მეყვარს ბიოდანამატები და სწორედ აი ამ კუთხით დავიწყე ამ კომპანიებში მოღვაწეობა. მაგრამ ბოლოში შევეხები, მცირე დროს დავუთმობ ამ სასწაულ ბიოდანამატებს, ახლა კი მხოლოდ ბიზნესზე გაგესაუბრებით. ეს გახლავთ, როგორ იცით, რას შეიძლება შევადარო ეს კომპანია. უდაბნოში წყურვალს წყალი რომ მიაწოდოთ, გეტყვით რომ არ მინდაო? რა თქმა უნდა, ის დაეწაფება მთელი გულმოდგინებით, ხო? უდაბნოში წყალი, ვიცით რომ რა ძვირფასია. აი ასე არის. თქვენი მომწვევები ამ კომპანიას, როდესაც გაწვდიან, თქვენ უნდა დაეწაფოთ აი ასე, როგორც მწყურვალი ეწაფება წყალს. თქვენ უნდა დაინახოთ, რომ ეს კომპანია თქვენ მოგიტანთ და თქვენ არა მარტო თქვენ საშვილიშვილო ბიზნესს. თქვენ შეგიძლიათ რომ ააშენოთ და თქვენს შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვოთ ასეთი უნიკალური ბიზნესი. რატომ არის და რითი არის გამორჩეული სხვა კომპანიებისგან? უპირველესად, კომპანია არ გახლავთ ქსელური. ეს არის კლუბური სისტემა, რაღაც ამაზონის მსგავსი, მაგრამ თლად ამაზონსაც ვერ შევადარებთ, იმიტომ რომ ბევრად უკეთესია, ამაზონზე ბევრად უკეთესია. ამაზონში ახლა, როდესაც არის ადამიანი დარეგისტრირებული, ხო, ზოგ ქვეყანაში ზოგი ეხდის ყოველთვე 15 ევროს, მაგრამ შეიძლება გავიდეს წელიწადი და იქიდან არაფერი არ გამოიწეროს, არ ისარგებლოს, ან წელიწადში ერთხელ ისარგებლოს, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა.
ამაზონი 1 ცენტსაც არ უხდის, 1 ცენტსაც კი თავის მომხმარებელს. მაგრამ ლივგუდი ამაზონისგან განსხვავებით 80%-ს უწილადებს თავის პარტნიორებს. უფრო მეტიც, თითოეულ თქვენს მოყვანილ ადამიანზე, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით, გადადგავთ ამ სერიოზულ ნაბიჯს თქვენს ცხოვრებაში და გაიუმჯობესებთ თქვენს ფინანსურ მხარეს, არ არსებობს, რომ გულგრილი დარჩეთ და სხვებს არ გაუზიაროთ. უბრალოდ ეს შეუძლებელია და ეს დანაშაულიც კი არის, ჩემო ძვირფასებო, რომ გაიგოთ ასეთი უნიკალური კომპანიის შესახებ და ინფორმაცია არ გასცეთ, ხო? მხოლოდ თქვენთვის ხომ არ შეინახავთ კეთილი ადამიანი, ახლა ჩვენმა დამაარსებელმა ბატონმა ბენგლისმა რომ აღნიშნა, იგივეს ვამბობ ხოლმე მეც ყოველთვის, იმიტომ რომ როდესაც მე ვაკეთებ და გავცემ სიკეთეს, ეს მე უფრო მაბედნიერებს, მე უფრო მიხარია, ვიდრე იმას. მე ახლა რამდენიც მყავს ჩემი პირადი ამ კომპანიაში მოწვეული და დარეგისტრირებული, ისინი რომ გავიდნენ მაღალ ხელფასებზე, თქვენ წარმოიდგინეთ მათზე მეტად მე გამიხარდება. ეს არის კომპანია ლეგენდა, ბრენდი. 21 საუკუნის სენსაცია და რეალურ ზღაპარში ვართ, რასაც ქვია, მე ამას ყოველ ჩემს პრეზენტაციაზე ვიტყვი. ნამდვილად რეალურ ზღაპარში ვარ, იმიტომ რომ აქ სასწაულები ხდება. ბატონი ბენგლისკი, რომელიც გახლავთ ამ კომპანიის დამაარსებელი და ბატონი ნოუდერ ხაზანი, ესენი იყვნენ ცნობისათვის, რომ იცოდეთ, ცნობილი მექსელეები და მილიონრები. ისეთი მექსელეები არა, როგორიც მე ვარ და ალბათ თქვენ. მილიონრები იყვნენ ისინი და მათ სწორედ ყელში ამოუვიდათ, მობეზრდათ, როდესაც რა ხდება ქსელურ კომპანიებში. ფაქტიურად შევადარებ ბატონყმობას. ბატონყმობა კი გადავარდა, ხო? მაგრამ ქსელურ კომპანიებში სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. ფაქტიურად კომპანია ლივგუდმა დაამსხვრია ML სისტემა და სრულიად ახალი, ლეგენდარული მარკეტინგის შექმნა. და რა არის ეს მარკეტინგი? თქვენ არ გევალებათ, ყიდვა-გაყიდვა. თქვენ ვალდებულებაში არ შედის, თქვენი მოწვეული მარჯვენა ფეხში უნდა ჩაჯდეს თუ მარცხენა ფეხში. ამისგან გაგათავისუფლად სრულიად კომპანიამ, რადგან აქ მუშაობს ავტომატიზირებული რობოტი, რომელიც ზევიდან, აი მაღლიდან ჩამოდის, ჩამოცვივა ეს და თქვენი ცარელა ლეველებში ჩაჯდება სრულიად უცხო ადამიანები. ანუ ამაზე არ უნდა იღელოთ. ამას წინათაც იყო, რომ ერთ-ერთი პარტნიორს უნდოდა, რომ გინდა თუ არა ზემდგომს გამასაუბრეო, ჩემი ერთ-ერთი სტრუქტურის წარმომადგენელი მეუბნეოდა, რომ უნდა რომ ზემდგომს გაესაუბროსო, რომ ჩემი მოწვეული მარჯვენა ფეხში ჩამისვასო. რა თქმა უნდა, გამეცინა, მაგრამ ასე არის, იმდენად აქვთ გონება გაჯერებული და ასე ვთქვათ, იმდენად წნეხის ქვეშ არიან ეს ხალხი ამ ქსელური კომპანიებიდან გამომდინარე, რომ მათ გონიათ, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. არა ძვირფასებო, აქ მიუკერძოებელი ავტომატიზირებული რობოტი მუშაობს, რომელიც მშვენივრად და იდეალურად ანაწილებს ამ ჩვენს მოწვეულ ადამიანებს. ჩვენ ამაზე არ გვიწევს ნერვიულობა, არ გვიწევს ზრუნვა. ეს ამაზე დამშვიდდით, არ ინერვიულოთ. თქვენ მოვალეობაში შედის რა? მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის გაცემა. არა რეკლამის გაკეთება ძვირფასებო, არამედ რეკომენდაციის გაცემა. რეკლამა არის, როდესაც რაღაცას გადამეტებულს ვამბობთ, ხო? ჩვენ ვამბობთ რეალურს, რაც არის ამ კომპანიაში. და რა კიდევ რას გვემზადებს კომპანია? ჯერჯერობით. არის ორი მონოხაზი, ეს გახლავთ ბიოდანამატები და ეს გახლავთ კოსმეტიკა. რა თქმა უნდა, ამ პლატფორმაზე ბატონმა ბენგლისკმა და ნოუდერ ხაზანმა შემოიყვანეს ლიზა და რაიან გუდკინები. რაიან გუდკინი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ამერიკაში. ძალიან ბევრი სამეცნიერო ნამუშევრები აქვთ მათ და ის პროდუქტები, რაც ახლა ჩვენს პლატფორმაზე არის, ჩვენ გვაქვს ფუფუნება და ნეტარება, რომ
ჩვენ, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი სურვილია, კიდევ აღვნიშნავ, კომპანია არ გავალდებულებთ თქვენ ყიდვას, გაყიდვას, ან თქვენთვის შეძენას. ეს თუ თქვენი სურვილია, თქვენ შეიძენთ. მე მაგალითად ამ პროდუქტის გარეშე არ შემიძლია. ეს არის ჩემი ოჯახის, რო იტყვიან, გამომაცოცხლებელი და არ ვიცი, ფაქტიურად უამრავი ოჯახის. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ გასცემთ მხოლოდ რეკომენდაციას. და როგორც აღვნიშნე, თითოეულ მოწვეულ ადამიანში, როდესაც თქვენ დაარეგისტრირებთ თქვენს მოწვეულ ადამიანს, გერიცხებათ $25 ერთ ადამიანზე. ეხლა მე შევეხები 3 სახის ბონუსს. სულ 8 სახის ბონუსი აქვს კომპანიას. მერვე სახის დაგვემატა, ეს გახლავთ TikTok-მა დადო ხელშეკრულება კომპანია Liwgood-თან. TikTok-ი იცით, ხო? ყველამ ვიცით TikTok-ს. მილიონიანი შემოსავალი აქვს, უზარმაზარი და უშველებელი, ასე რომ მან გადაწყვიტა, რომ ნახა რა კომპანია არის Liwgood-ი, გადაწყვიტა, რომ დაედო ხელშეკრულება და სწორი არჩევანიც გააკეთა. TikTok-იდან ჩვენ 20% გვაქვს შემოსავალი. თუმცა ჯერჯერობით ამერიკაში არის დანერგილი და შემოვა მერე ევროპის ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც. ეს მერვე სახის ბონუსი. მაგრამ მე ახლა 3 სახის ბონუსს შევეხები, რომ თქვენ რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს, რაც თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ სწრაფი ბონუსი. ანუ თითოეულ მოწვეულ ყოველ ხუთშაბათობით ჩვენ გვერიცხება ხელფასები, როგორც თვიური ხელფასი, ასევე ყოველკვირეული ხელფასი. მოიწვიეთ დაუშვათ თქვენ 2 ადამიანი ამ კვირაში. თქვენს შიდა კაბინეტში, როდესაც რეგისტრირდებით კომპანია გიხსნით თქვენს შიდა კაბინეტს, რა თქმა უნდა, ის ინგლისურად არის, მაგრამ შევდივართ და გადაყავს ქართულ ენაზე. ყველას თავის სასურველ ენაზე გადაყავს, იქ უამრავი ენები არის. შემდგომ რას აკეთებთ? ეს ასე ვთქვათ, კაბინეტი არის სრულიად გამჭვირვალე. როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით, ფეხს შემოაბიჯებთ ქალბატონ ნანა ლომიძეს, რომელიც არის ჩვენი მთავარი სპონსორი და ლიდერი, რომელიც გახლავთ ავსტრიის მოქალაქე, სწორედ მან გვაზიარა ამ დიდებულ კომპანიას და უღრმესი მადლობა მას, თუმცა გვიშლის, რომ მიხდით მადლობას, მაგრამ მოკლედ უნდა შემოვიფარგლო, სხვანაირად არ შემიძლია, რომ არ გამოვთქვა ეს მადლიერება. და იგივე ჩემი პარტნიორები ამას აღნიშნავენ. ასე რომ, როდესაც კი შემოაბიჯებთ და შემოაღებთ Liwgood-ის კარს, საქართველოს ჩათის კარს, თქვენ დაგხვდებათ ლიდერთა აბსოლუტურად გუნდის შეკრული, საქართველოს მთლიანი ჩათი, რომელიც არის წარმატებისკენ მიმავალი გზა და თქვენ დაგხვდებათ ერთი დიდი მთლიანი თბილი მოსიყვარულე ოჯახი. ძალიან ბევრი აღნიშნავს პარტნიორი, რომ ეს ძალიან სიამოვნებს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, გეთანხმებით და ჩვენც გვიხარია, რომ გვიერთდებით ასეთი ჭკვიანი, კრეატიული ადამიანები და იზრდება ჩვენი ქართული ჩათი. თქვენ შემოსვლისთანავე არაფერი არ გაგიჭირდებათ, რადგან ქალბატონ ნანამ შექმნა ინსტრუქციების ჩათი და საერთოდ ყველაფერი მან გვასწავლა. ტელეგრამზე მუშაობა აბსოლუტურად არც ჩვენ არ ვიცოდით, მეც როგორც გითხარით, მოღვაწეობდი სხვა ქსელებში, მაგრამ ტელეგრამით არ მუშაობდით, არც ერთი მექსელე. ასე რომ აქ ავიდგით, რასაც ქვია ფეხი, განვითარდით და ვითარდებით და გვასწავლის დღემდე. ინსტრუქციების ჩატში არის უამრავი ვიდეო რგოლები, თავად როგორ დარეგისტრირდეთ, როგორ გადარიცხოთ პარტნიორთან თანხები, როგორ გამოიწეროთ უფასო wellness პაკეტი, რაც აქ არის და უამრავი ვიდეო რგოლები. ასევე გვაქვს ბიზნეს სკოლა, სადაც თქვენ სრულიად უფასოდ გააქვთ სწავლება. ყოველგვარი კოუჩების გარეშე თქვენ იღებთ ბიზნესის კუთხით სწავლა-განათლებას. მთავარია თქვენ მოინდომოთ. კარი ღიაა ბიზნეს სკოლის, ასევე კარი ღიაა ინსტრუქციების ჩათის. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, აქ არაფერი არ გაგიჭირდებათ. მეორე ბონუსი, ეს გახლავთ გლობალური ბონუსი. ანუ, როდესაც თქვენ უკვე გახვალთ ყოველთვიური ხელფასი, როდესაც გერიცხებათ და მესამე არის მეჩიკ ბონუსი. მე თვითონ გავოცდი აი ამაზე, იმიტომ რომ ეს არსად არ
ხდება. აი, ამიტომ აღნიშნავ, რომ ზღაპრულ კომპანიაში ვარ, ნამდვილად ეს შეესაბამება ეს სიტყვები, რადგან magic bonus იცით რა არის? ხელფასიდან ხელფასი. დაუშვათ თქვენ მოიწვიეთ თქვენი პირადი ადამიანი ყავთ 10, 20, ნუ რამდენიც არ უნდა იყოს. თითოეული თქვენი პირადიდან კომპანია გირიცხავთ 50%-ს. არ მოგიდგენიათ? 50%-ს. გნებავთ 100 ყავდეთ, 200 ყავდეთ. არ აქვს მნიშვნელობა. დაუშვათ თქვენ ახლა თავდაპირველად გახვედით 50 ან $100 ხელფასზე ან $200-ზე, მაგრამ თქვენი ერთ-ერთი პირადი გავიდა $1000 ხელფასზე. თქვენს $200 დაემატა მისგან $500. რა თქმა უნდა, ის ჩვეულებრივად $1000 იღებს ხელფასს. მეორე თქვენი პირადი გავიდა $3000-ზე. magic ბონუსი. მისგან თქვენ გერიცხებათ $1500. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. რაც ამ კომპანიის დამაარსებლებმა, აი ამ ცნობილმა ბიზნესმენებმა შექმნეს ასეთი კრეატიული, ასეთი ჭკვიანი, თითოეულ ადამიანზე მორგებული კომპანია. კომპანია მართლა ლანგრით არის მორთმეული. უბრალოდ თქვენ უნდა გადაიღოთ, ეს უნდა დააგემოვნოთ და უნდა მიირთვათ. მე რომ გითხრათ, რომ ეს ტორტი ძალიან გემრიელია, ან ეს კერძი ძალიან გემრიელია. თქვენ ის თუ არ გადაიღეთ და თუ არ მიირთვით, მარტო სუფრაზე ყურებით, თქვენ იმას ვერ გაიგებთ, როგორი გემრიელია, ხო? ასია. აი ასია სწორედ კომპანია ლივგუდი. ეს შანსია, ეს შესაძლებლობაა, რომელიც თითოეულმა უნდა გადმოიყენოთ და წუთი და წამი არ უნდა დაკარგოთ. მე ვნანობ იმ პერიოდს, როდესაც ამ კომპანიის შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია ჩემმა ორმა ახლობელმა და მე მაშინვე არ მივიღე ეს, არ მივიღე რატომღაც ვნანობ იმ დაკარგულ დროს. ასე რომ ჩემი მოგრძალებული რჩევაა, რომ თქვენც ასე არ მოიქცეთ. სასწრაფოდ დააგემოვნეთ ეს კომპანია და მადლობას ეტყვით თქვენს მომწვევებს, რომ ასეთ უნიკალურ კომპანიაში მოგიწვიეს. სადაც არ გევალებათ, არანაირი ყიდვა, არანაირი გაყიდვა, არანაირი ქულები, არც მარჯვენა, არც მარცხენა ფეხი. აბსოლუტურად არაფერი. კომპანიაში ასევე არის, როგორც გითხარით, ეს ორი მონოხაზი. აბსოლუტურად ბატონმა ბენგლისკმა აღნიშნა. მადლობთ ცოტა ხანი და ჩიტის რძეც არ დააკლდება ამ კომპანიას. ანუ ექნება ყველაფერი ის, რაც Amazon-ს აქვს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ Amazon-ზე ზოგი რამ ხარისხიანია, ზოგი რამ უხარისხოა. ჩვენთან ყველაფერი პრემიუმ ხარისხის არის. ჯერჯერობით ბიოდანამატები გვაქვს და თვითონ საუბრობს ეს ბიოდანამატები, არ ჭირდება ამას რეკომენდაცია, ეს არის სასწაული, სასწაულის შედეგები იდება, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, აი ამ ბიოდანამატებით, ის ბიოდანამატები, რომლებიც დღეს აუცილებლად გვესაჭიროება, რადგან ჰაერიც კი არ გვაქვს სუფთა და რომელ მცენარეზე, რომელ ბოსტნეულზე, რომელ ხილზე და რა საერთოდ ხორცია საუბარი, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ მივირთმევთ იმ მიკრო-მაკრო ელემენტებს, რაც ჩვენს ორგანიზმს მჭირდება, ვერ ვითვისებთ. კი ვიღებთ იმ ბოსტნეულს ხილს, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიღებთ. ამდენად გვესაჭიროება ეს ბიოდანამატები და რატომ არის კარგი? იმიტომ რომ ისინი ბიოლოგიურად დამუშავებულ ნიადაგზე არის მოყვანილი და მიდის ორგანიზმის წმენდა, რასაც აუცილებლად მოითხოვს თითოეულის ორგანიზმი. აქ შემოვა აბსოლუტურად, როგორც აღნიშნე, ყველაფერი. ეს იქნება იურიდიული მომსახურება, ეს იქნება ტურიზმი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბრენდული. საუბარი არის კიდევ ავტომობილებზეც და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ის არ გამიკვირდება, ესეც იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ღონეს ხმარობენ, რომ აქ ჩვენს პლატფორმაზე რომელი კომპანიაც შემოვა, ეს უნდა იყოს პრემიუმ ხარისხის ყველაფერი ეს პროდუქცია და რა თქმა უნდა წამოვიდნენ კომპანიონები იმ დათმობაზე, რომ ჩვენ 75%-იანი ფასდაკლებით უნდა შევიწინოთ.
ანუ თქვენ სულ რაღაც $40 შეგიძლიათ გახსნათ აი ასეთი უნიკალური ონლაინ მაღაზია. თქვენი ონლაინ მაღაზია. $40 ძვირფასებო არ მოგესმათ. და ყოველთვიური კლუბის საწევრო, ანუ ის, რასაც ჩვენ ყოველთვიურად სააბონენტოს ვიხდით, დენის, გაზის გადასახადს, ხო, ყველაფერს ხო ვიხდით ჩვენ ყოველთვიურ გადასახადს. ასეთი გადასახადი არის $9.95, ანუ თვეში 27 ლარი, დღეში 30 ცენტი ძვირფასებო. ასე რომ, მე ყოველთვის ვამბობ, მე $1 კი არა, 1 ცენტათაც არ დავრეგისტრირებულ ვარ. მე, როდესაც დავრეგისტრირდი და თავდაპირველად, ანუ გჭირდებათ თქვენ ბარათზე გქონდეთ სადღაც 135-140 ლარი. $40 ყიდულობთ ამ უნიკალურ და საშვილიშვილო ბიზნეს ცხოვრებაში ერთხელ, თქვენ მეტი არაფრის გადახდა არ გაქვთ ვალდებულება, მხოლოდ იმ $10, ანუ 27 ლარის ყოველ თვე. როგორც კი გითხარით, თქვენ მოიყვანთ 2 ადამიანს, ეს $50 გიბრუნდებათ თქვენს შიდა საფულეში. გამოდის, რომ 1 ცენტათაც არ დარეგისტრირებულ ხართ. შეგაშინოთ. ჩათვალეთ, ზოგი ამბობს არ მაქვს. მესმის, ზოგს არ აქვს, მაგრამ ერთი რჩება, თუნდაც ერთი ან 2 კვირით ისესხეთ ეს 140 ლარი. და თქვენ მოიყვანთ თუ არა 2 ადამიანს, თქვენი $50 დაგიბრუნდებათ და მიეცით სესხებელს და ისიც დაარეგისტრირეთ. იმასაც გაუზიარეთ ეს სიკეთე. იმიტომ რომ ეს არის კომპანია, სადაც თითოეული ადამიანი უნდა იყოს. რადგან ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველანი ვართ უზომოდ ბედნიერები. ფინანსური კუთხე, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა და ჯანმრთელობა ხომ გაუმჯობესდა და ერთ შემთხვევას აღნიშნავ, არ შემიძლია რო არ ვთქვა, როდესაც ჩვენთან ერთ-ერთი პარტნიორი ისმენდა პრეზენტაციას, იქ გაჟღერდა, როგორ განიკურნა სიმსივნიანი ადამიანი და იმ ქალბატონმა შეუძინა ბიძამის ეს უნიკალური პროდუქტი, მომაკვდავი კაცი, რომელიც ოჯახს ფაქტიურად გამოტირებული ყავდათ, იმიტომ რომ ამ კაცს ჰქონდა მეოთხე სტადიის ავთვისებიანი აგრესიული სიმსივნე, დღეს ის კაცი არის სრულიად ჯანმრთელი, უვნებელი. დღეს ის ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს და მუშაობს. რაოდენიც არ უნდა გაგიკვირდეთ. ასევე დიაბეტი დაამარცხა ამ პროდუქტმა. ფსორიაზი, წნევების სახსრები უკვე არაფერი აღარ არის ამასთან მოსატანი. აი ასეთ კომპანიასთან გვაქვს შეხება. ასევე ჩვენ კაბინეტში არის კლინიკა დანერგილი. ქსელურ მარკეტინგში მე მაგალითად ექიმობანას თამაშიც მიწევდა და ყოველთვის ჩემი რძალი და მძახალი ექიმები არიან და ყოველთვის მეუბნებოდნენ და მაძლევდნენ რჩევას, რომ ციცი, გასცემ ასე ექიმი, პედაგოგი ვარ და ექიმის რეკომენდაცია როგორ შეიძლება რომ გავცე, ხო? მაგრამ იმ კომპანიებში მიწევდა სამწუხაროდ, სხვანაირად არ შეიძლებოდა. აქ ვარ ბედნიერი. ექიმობანას თამაშს მოვეშვი, რადგან ჩვენ ყავს, როგორც გითხარით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი რაიან გუტკინი და მეცნიერი ლიზა გუტკინი. ასე რომ თქვენ თავად შეგიძლიათ მეილზე გაუგზავნოთ წერილი და 1 ან 2 დღეში თქვენ უკვე პასუხი მოგდით მათგან უშუალოდ ამ პროდუქტის შემქმნელებისგან. როგორც აღნიშნე, აქ იქნება ტექნიკა, ტურიზმი, ჩვენ ხო ამაზე არაფერზე არ გავცემთ ჩვენ რეკომენდაციას. როგორც ახლა ამ პროდუქტს ბიოდანამატების თავად შემქმნელები გვიზიარებენ და გვაძლევენ ჩვენ რეკომენდაციებს, თუ როგორ მოვიხმაროთ და რა მივიღოთ დაავადებიდან გამომდინარე, ასე იქნება ტურიზმზეც. ასე რომ ჩვენ ვართ თავისუფლები. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას გავცემთ ერთადერთი უნიკალური, შეუდარებელი, უმვერაზი, ლეგენდარული კომპანია ლივგუდის შესახებ. ეს არის ჩვენი მუშაობა. მეტი სხვა არაფერი ძვირფასებო. მე მგონი, ყველა ეთანხმებით იმას, რომ ყველას გინდათ, რომ გაახაროთ სხვები, გასცეთ მეტი სიკეთე
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები ხართ თქვენ და გიხარიათ, როდესაც სიკეთეს აკეთებთ. ხო და შეუდექით, ჩემო ძვირფასებო, კომპანია ლივგუდი გაძლევთ ამის შანსს. აკეთეთ სიკეთე, გააბედნიერეთ საკუთარი თავი და გააბედნიერეთ ირგვლივ მყოფი ახლობლები, ნაცნობები თუ უცნობები. გისურვებთ წარმატებებს ძვირფასებო, ჯანმრთელობას და დროულ რეგისტრაციებს. წარმატებები, რაც აქ გარდაუვალი არის. ახლა თუ ვინმეს გაქვთ სტუმრებს კითხვები, მოგისმენთ. სტუმრებს აქვთ ეს უპირატესობა. და თუ რაიმე გამომრჩა, კიდევ განვავრცობ. ვინაიდან ჩვენი რეგლამენტი გვაქვს, თორე კომპანია ლივგუდზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო. მოგესალმებით დამსწრეს საზოგადოებას, მივესალმები ლიდერებს, მადლობა ქალბატონო ციცი კიდევ ერთი საინტერესო და შინაარსიანი პრეზენტაციისთვის და ახალ შემოსულ სტუმრებს თუ კი აქვთ რამე შეკითხვა, შეუძლიათ დაგისვათ და ველოდებით. მადლობა ქალბატონო ნინა. ასევე აქ სტატუსები არის ძვირფასებო, სტატუსები და ყოველთვის გირჩევთ, რომ როდესაც თქვენ უკვე სამი პირადი გეყოლებათ, ეცადეთ, რომ ის სამ პირადმა მოიყვანოს ორი ადამიანი. ანუ თითოეულმა ორი ადამიანი, რომ თქვენ მალე გახდეთ ვერცხლი. ვერცხლის სტატუსი უნდა გახდეთ დარეგისტრირებიდან მალევე, რადგან არ დაკარგოთ ის სიღრმეები, ანუ 4 სიღრმეს გიხსნით თქვენ კომპანია, როდესაც ვერცხლის სტატუსი ხდებით. შემდგომ უკვე ოქრო, პლატინა და ბრილიანტი და ასევე გვირგვინოსანი ბრილიანტი. ანუ აქ ხელფასები, როდესაც აი ეს ვერცხლის სტატუსი შეივსება თქვენი ეს 12 ლეველი, დასაწყისისთვის ცოტა რთულია ამის გაგება, მაგრამ აი მოკლე მონახას გავაკეთებ, 12 უჯრედი რომ შეივსება, თქვენ გადიხართ $2047 ხელფასზე. ანუ აქ ხელფასები არის $2000-დან $16,000-მდე. და მილიონრები სწორედ იქიდან არიან ეს ადამიანები, რომ 16,000-ის შემდგომ ხო მათ დიდი უკვე სტრუქტურა აქვთ და მეჩიკ ბონუსებიდან შემოსავლები არის უხვად. და ამის შემდგომ უკვე ადამიანი ხდება მილიონერი. და ერთი შემთხვევა მინდა კიდევ მოვიყვანო, ამერიკელი ბატონი ტიმ მილერი, რომელიც ინვალიდი არის, ინვალიდის ეტლში იჯდა, ის უპატრონოთა სახლში გაიზარდა სამწუხაროდ და მათხოვრობდა. სწორედ აი ამ მათხოვრობით შეაგროვა მან ის $50 დარეგისტრირდა ჩემო ძვირფასებო და 1 წელიწადში, სუსტად 1 წელიწადში ის გახდა მილიონერი. სწორედ აი ასეთი მოქმედებით, რომ მან გასცა ინფორმაცია და უშურველად, გულუხვად გასცა და მან მიაღწია ამ შედეგს. აი ამიტომ ვართ რეალურ ზღაპარში. და მინდა რომ ყველა იყოთ ამ რეალურ ზღაპარში. და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააბედნიეროთ. აბა სტუმრებს ველოდებით თუ არა და დავასრულოთ. ქალბატონო ნინო, ალბათ არ არიან, ხო? ალბათ არ აქვთ შეკითხვები, ეს ძალიან კარგი, ალბათ კარგად აქვთ ახსნილი მიზნებდგომებს, მათ მომწვევებს. ასე რომ ამ ხეარულ და კარგ ნოტაზე, რომ ციცი ქალბატონო ციცი რომ ბრძანით, რომ მილიონერები ყავს ძალიან ბევრი, ჩვენ საქართველოშიც გვეყოლება ძალიან წინწესული და თავაწეული თაობა და მოსახლეობა. ნამდვილად ვისურვებდი.
ნამდვილად ვისურვებდი. დავემშვიდობოთ ალბათ და ვისურვებთ ყველას სასიამოვნო საღამოს და ბედნიერ ხვალინდელ დღეს, წარმატებულ ხვალინდელ დღეს. გემშვიდობებით ძვირფასო სტუმრებო და შეგახსენებთ, რომ ორშაბათი და პარასკევი გვაქვს ჩვენ პრეზენტაციები საქართველოს დროით 21 საათზე, ასე რომ გეპატიჟებით ყოველთვის და დაპატიჟეთ, ასევე გაუზიარეთ სხვებსაც ეს ინფორმაციები. დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ.